ზამთარი ავტომობილისთვის ყველგან ერთნაირი არ არის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მძღოლები უშვებენ. ბევრი ფიქრობს, რომ თუ მანქანა ზამთარს გაუძლებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ყველგან ერთნაირად იმუშავებს. სინამდვილეში კი ქალაქსა და რეგიონში ზამთარი ტექნიკურად სრულიად განსხვავებულ დატვირთვას ქმნის. ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში ტემპერატურა ხშირად მერყეობს. დილით შეიძლება მინუსი იყოს. ღირსით კი ასფალტი ნაწილობრივ შრება. ეს ნიშნავს, რომ საბურავი მუდმივად იცვლის მუშაობის რეჟიმს. ხან სველ ზედაპირზე მუშაობს, ხან მშრალზე, ხანაც კი გაყინულზე. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია საბურავის შემადგენლობა და პროტექტორი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას სხვადასხვა ზედაპირზე. რეგიონებში კი ტემპერატურა სტაბილურად უფრო დაბალია. გზა ხშირად დაფარულია თოვლით ან ყინულით და აქ საბურავის მოჭედება გადამწყვეტი ფაქტორია. ამ განსხვავებასთან ერთად იცვლება დატვირთვა სამუხრუჭეს სისტემაზეც. ქალაქში ხშირია მოკლე დამუხრუჭებები, საცობები და ნესტი, რაც აჩქარებს მუხრუჭის ელემენტის ცვეთას. რეგიონებში კი დამუხრუჭება ხშირად ხდება დაღმართზე, დაბალ ტემპერატურაზე, სადაც მუხრუჭის რეაქციის სტაბილურობა კრიტიკულია. ამიტომ ზამთარში მუხრუჭის მდგომარეობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ხმის ან შეგრძნების მიხედვით, არამედ რეალური ცვეთისა და მისი მუშაობის უნარის მიხედვით. აკუმულატორი კიდევ ერთი სისტემაა, რომელიც განსხვავებულად იტვირთება. ქალაქში ხშირი გაჩერება და მოკლე მანძილები ნიშნავს, რომ აკუმულატორი სრულად ვერ იტენება, ხოლო რეგიონებში ცივი ღამეები და დილის სტარტები მის რესურსს ასუსტებს. აკუმულატორი, რომელიც ქალაქში უპრობლემოდ მუშაობს, მთაში შესაძლოა პირველი ყინვისას უკვე სუსტი აღმოჩნდეს. ამ ყველაფერს ემატება ზეთი და ანტიფრიზი. ცივ პირობებში ზეთის სიბლანტე განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მიიღებს ძრავი დაცვას და ქოქვისას, ხოლო ანტიფრიზი იცავს სისტემას გაყინვისა და გადახურებისგან ერთდროულად. არასწორად შერჩეული სითხეები ზამთარში პრობლემებს თითქმის გარანტირებულად ქმნის. სწორედ ამიტომ ზამთრისთვის მომზადება არ უნდა იყოს უნივერსალური ჩეკლისტი ყველასთვის. ის უნდა იყოს მორგებული იმ გარემოზე, სადაც მანქანა რეალურად მოძრაობს. ქალაქისა და რეგიონისთვის ერთი სეზონია კალენდარში, თუმცა ავტომობილისთვის ორი სრულიად განსხვავებული ზამთარი.